საღამომშვიდობის ჩემოკარგებო. მოკლედ ძალიან საინტერესო გაშლა მინდა გავაკეთო. ყველაზე მეტად რაც გვაინტერესებს და ზოგადად რაც აქტუალურია ჩვენთვის ეს არის სასიყვარულო თემა, ამიტომ მოდით ვნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების გრძნობები ახლა თქვენს მიმართ. რას გრძნობს ეს ადამიანი? რა აქვს გულში, რას შეიძლება მალავდეს? ისიც ვნახოთ თქვათ რისი ეშინია ამ ადამიანს, რას ვერ გიმხელთ და ასე შემდეგ. ერთი ვარიანტი გვექნება მხოლოდ ისიც გაითვალისწინეთ, ყველასთან არ რეზონირდება რა თქმა უნდა. თუ დეტალურად გაინტერესებთ თქვენი სიტუაცია, ამისთვის არის პირადი კონსულტაცია და ვინც ჩემი გამომწერები ხართ და აქტიურად ხართ ჩემთან, დიდი ალბათობით თქვენ სიტუაციასთან უნდა რეზონირდეს. მოდით აბა ვნახოთ. რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ახლა? მისი რეალური გრძნობები. აქ ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი ცუდ მდგომარეობაში არ არის, სხვათა შორის რაღაც თითქოს ახალი შანსები შეიძლება იძლევა ცხოვრებისეულად, ან ზოგადად თქვენს ურთიერთობასაც ისე ხედავს ეს ადამიანი, რომ ძალიან დიდი შანსი ამისთვის ეს ყველაფერი, ძალიან დიდი იმედი. შეიძლება ზოგადად ამ ადამიანისთვისაც რაღაც ძალიან დიდ იმედს წარმოადგენთ. შეიძლება ცოტა ეხა რაღაცა არ ვიცი, რა პაჟი გვყავს ხრების, ხო? ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ცოტა იკბინება რა, აი ცოტა ისეთი მომენტები აქვს, რომ აი რაღაცას ცოტა ისე შეიძლება გპასუხობდეთ, რაღაც აი არ ვიცი, მე აქ არ ვიტყოდი, რომ ცივი ენერგიები მოდის, მაგრამ ცოტა რაღაც წაკბენა შეიძლება იყოს ამ ადამიანის მხრიდან სხვათა შორის. ნუ არ ვიცი, შეიძლება ესეთი ხასიათის კონდეს ამ ადამიანს, არ არის გამორიცხული. ზოგადად ძალიან აბედნიერებთ, ახარებთ ამ პიროვნებას და ისედაც რაღაც აი გრძნობებში რაღაც კარგი ემოციები მოდის. აქ ასევე გვაქვს ორიანი თასები, რაც არის ასევე გრძნობის და ემოციის კარტი. რაც აშკარად იკვეთება. გრძნობები აქვს ამ ადამიანს პირდაპირ გეტყვით. შეიძლება ახალი დაწყებული ურთიერთობაც არის და ნახეთ, ხვლების მეფე გვყავს აქ. ეს არის ადამიანი, რომელიც მართლა აი ყველა საინტერესო ტიპაჟი რა ადამიანის და მამაკაცის და რატომ? იმიტომ რომ ესეთი ადამიანები არიან რეალურად ძალიან ღრმა და ემოციებით სავსე პიროვნებები, მაგრამ ძალიან კარგად იციან ემოციების კონტროლიც და არის ისიც, რომ აი საერთოდ შეიძლება აი მარტო რაღაც ქმედებით ან ემოციურად მიხვდე, რომ ადამიანს აქვს გრძნობა. ესეთი ადამიანები რეალურად თავის ემოციებზე არ საუბრობენ. ესეთი ადამიანები ძალიან სხვანაირად გამოხატავენ თავის სიყვარულს და შეიძლება თქვენ აი სწორედ ესეც რაღაცნაირად გაურკვევლობაში გაგდებდეთ და იმიტომაც გაინტერესებთ თქვათ ეს, ხო? ნახეთ აქ 6-იანი თასების გვაქვს. აქ არის საკმაოდ ძლიერი კავშირი თქვენ შორის. თუ ეხლა რაღაცა ან მანძილი გაქვთ ან რაღაც ესეთი მონატრება, ნოსტალგია, ციგრძნობა, წარსულზე ფიქრობს ეს ადამიანი ძალიან ბევრს. მაგრამ რაღაცას თითქოს არ იმჩნევს თავის ემოციებს. არ იმჩნევს, აი ესე აჩვენებს. რაღაცას ელოდება თითქოს. როდის შემოტრიალდება, როდის შეიცვლება რაღაც სიტუაცია, რომ იმოქმედოს, აი ქმედება უნდა ამ ადამიანს. ცოტა იმპულსური ენერგიებიც მოდის, აი შეიძლება რაღაცაზე ძალიან ადვილად ფეთქდება ეს ადამიანი ზოგადად რა. ეხლა რაღაც განცდებშიც არის სხვათა შორის, იმიტომ რომ აი ძალიან კარგი ხართ რა, მის თვალში ხართ რაღაცა ზე იდეალური ქალი, მაგრამ რაღაცები ამ ეტაპზე ცოტა ალბათ რო ვერ მოქმედებს, შეიძლება ვერ მოქმედებს ისე როგორც საჭიროა და ამას ძალიან განიცდის. ეს შეიძლება იყოს. თუმცა, ნუ აი ნახეთ ხო, რაღაც ძალიან იმედგაცრუებული ყავს ეს ადამიანი, თუ ახლა რაღაც მოხდა თქვენ შორის ან კონფლიქტი ან გაუგებრობა, ძალიან განიცდის, მაგრამ ფიქრობ რომ გამოასწორებს ამ სიტუაციას, იმიტომ რომ არც თუ აქ რაიმე მოხდა ძალიან განიცდის თქვენ შორის დაშორებას რა, ეს შეიძლება ითქვას და ისე ძალიან ღრმა ემოციები არის, უბრალოდ ერთი იცოდეთ. გრძნობები ხო გვაქვს, მაგრამ აი ამ ეტაპზე ამ ადამიანს აქვს ის, რომ აი არ დაგკარგოთ რა, შეიძლება ამის შიშიც კონდეს. მოდით აბა ესე კონკრეტულად ვნახოთ, აბა რა შიშები აქვს ამ ადამიანს, ხო? რა არის ამ ადამიანის დაფარული შიში? რისი ეშინია ამ ადამიანს? რისი ეშინია ამ ადამიანს ეს ვნახოთ? ოჰო, იშმაკის არკანი გვაქვს. მიჯაჭვულობის, იმის რომ თქვენზე დამოკიდებული გახდება, მიჯაჭვული გახდება, მარტოობის შიშიც აქვს და ურთიერთობაში ყოფნის შიშიც აქვს. აი ვერ გაიგო ურთიერთობაში იყოს თუ მარტო იყოს. ისე ძალიან ჭკვიანი, ძალიან ბრძენი ქალი შეიძლება იყოს და ისიც აშინებდეს ამ ადამიანს.
აი ესეც არის კი ну აქ შიშები რა არის ხო რასაც არ გიმხელთ რომ აი ზედმეტად არ უნდა რომ მოგეჯაჭვოთ მაგრამ მარტო ყოფნაც არ უნდა და აი ვეღარ გაიგო თითქოს რა გააკეთოს აი ეს არის რაღაცა შინაგანი განცდები რა არც ის უნდა რომ თქვა ურთიერთობა დასრულდეს თქვენთან მაგრამ აი რაღაცა ძალიან ისეთ მდგომარეობაში არის რა აი და კიდევ რა შიშები არის აქ სხვათა შორის რაღაცა შეიძლება მალავდეს კიდევაც ეს ადამიანი ეს იქნება ზოგ-ზოგიერთებთან რაღაც სიტუაცია რაც უშლის ამ ადამიანს ხელს რაღაც ტოქსიკური გარემო რაღაცა მომენტებით საკუთარ თავში რაღაც პიროვნულ დონეზე და არ უნდა რომ თითქოს რაღაცა გამოაშკარავდეს რა ის რაც რეალურად ამ ადამიანს შინაგანად აწუხებს და რა პრობლემებიც აქვს არ უნდა რომ ზედმეტად თქვათ გამოჟღავდეს და თავს მოგახვიოთ აი ესეთ შეიძლება იყოს და აი ამის შიშიც კონდეს ამ პიროვნებას მოკლედ ეს არის ჩემო კარგებო მომწერეთ რამდენად რეზონირდა თქვენ სიტუაციასთან და დროებით გემშვიდობებით მიყვარხართ